მეგობრებო, ესეთი გაშლა უნდა გაიგეთ, ახლა თემა არ ექნება, ამ გაშლას იქნება ნაკადი ენერგოველიდან, რომელიც ვფიქრობ, რომ დაუსათაურებლად რაც უნდა იცოდეთ, იმის ინფორმაციას მიიღებთ. პირველ რიგში გავიგოთ რა ენერგიებში ხართ თქვენ და ლაიკები და გაზიარებები, გამოწერები არ დაგესაროთ ენერგოცვლისთვის აუცილებელია, როგორც იცით. რა ენერგიებში ხართ ახლა თქვენ, რომ მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს ინფორმაციული ნაკადი და ეს გაშლა კონკრეტულად. პაჟი, ორი პაჟი ამოდის და 8,000. რაღაცა არ ვიცი, ბავშვურ ენერგიებში გაჩვენებენ პირველ რიგში. შეიძლება ბავშვთან დაკავშირებით, ვისაც შვილი ყავთ, გაქვთ ისეთი მომენტი, რომ რაღაცნაირად გულდაწყვეტილი ხართ თითქოს თქვენ სიყვარულს და თქვენ ემოციას ვერ აწვდით თქვენ შვილს ისეთ დონეზე და იმ ფორმატში, რა ფორმატით თქვენ გინდათ რომ მიაწოდოთ და მიიღოთ მისგან ყოველდღიური ეს თასი, ნახეთ როგორი გულწრფელი ტალღები და გულწრფელი სუფთა ტალღები გარემოცვაში არის ბავშვი და უჭირავს თასი. ასევე შეიძლება ნაწილს ყავდეთ გოგო და ბიჭი, იმიტომ რომ ორივე პაჟი არის ამოსული და თითქოს ემოციურად მოგიწიათ შებრუნება, ასე მომდის რაღაც ნაწილისთვის იქნება და აი ამ თქვენი შვილების თუ ორი ყავთ, არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება ერთი ყავთ, მაგრამ უბრალოდ აქ კარტი აჩვენებს ნაწილისთვის იქნება, რომ ორი შვილი ყავთ, რომ გოგო და ბიჭი ყავთ. მოგიწიათ შებრუნება და წასვლა სხვა ტერიტორიაზე. შეიძლება ემიგრაციაში წახვიდეთ, შეიძლება უბრალოდ სიტუაცია მოიტანა ისე, რომ რაღაცა გადაადგილებაში, მივლინებაში, სადღაც მოგიწიათ წასვლა, ემოციების დატოვება, ასე ვთქვათ, გვერდზე გაწევა თქვენი ემოციური ფონის, რომ აი შვილს ვერ დავტოვებ. ამაზე მაღლა დადგომა მოგიწიათ ერთგვარად ასე ვიტყოდი და სწრაფი ინფორმაციული ველიდან მიიღეთ რაღაცა SMS-ი, high risk-ით, დასტური რაღაცა მოწვევაზე, სამუშაო რეჟიმზე, გადაადგილებაზე, მივლინებაზე, ყველას თქვენი გაქვთ საერთო გაშლაში და სწრაფ რეჟიმში, აი რო არ ელოდით ძალიან სწრაფად შეიძლება მოხდა ეს თქვენი წასვლა, ანუ აღარ დავიწყებ იმას, რამდენად ემოციური იყო თქვენთვის, იმიტომ რომ მოგიწიათ ემოციებზე მაღლა დადგომა და თქვენი, ასე ვთქვათ, ერთგვარი მისიის შესრულება სამუშაო რეჟიმთან მიმართებაში თუ რაღაცა პრობლემურ მომენტში, ემიგრაციაში შეიძლება რაღაც ნაწილისთვის იყო ისე, რომ მოგიწიათ შვილთან დაშორება და გადაადგილება და 21 მაღალი არკანით, რომელიც არის სამყარო, ასეც იკითხება ეს კარტი, რომ სამყაროს რაღაც ერთგვარ სხვა კონტინენტზე, სხვა ქვეყანაში გადაადგილება, ასე ვთქვათ, თქვენი ერთგვარი მისია იყო, თქვენი ერთგვარი კარმა იყო ცხოვრებისეული, რომ აი იქ უნდა წასულიყავით, იქ რაღაცა ახლებურად ახალი დაგეწყოთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ შვილი მიატოვეთ სამუდამოდ და შეიძლება რაღაც პერიოდში შვილს დაუბრუნდეთ, ან შვილიც წაიყვანოთ, გეგმები და ასე ვთქვათ, ფიქრები ამაზე გაქვთ. ეს ანუ იმას არ ნიშნავს, რომ წერტილია თქვენსა და თქვენ შვილებს შორის. უბრალოდ ენერგეტიკას აჩვენებენ ასეც. კიდევ რომ მიხვდეთ, რამდენად თქვენია ეს გაშლა. კარმა თქვი და აგერ ბატონო, მე-20 მაღალი არკანი თავად კარმა ამოდის, ეს იყო თქვენი ბედი, თქვენი ერთგვარი კარმა, თქვენგან დაუწერელი, მაღალი ძალებისგან დაწერილი თქვენ გადაადგილებასთან მიმართებაში, მაგრამ შეიძლება მოხდა ეს ყველაფერი სავსე მთვარეობისას ან სავსე მთვარეობამ ერთგვარად რაღაცნაირი წერტილი დაუსვა კითხვის ნიშნებს, რომელიც თქვენ გადაადგილებასთან მიმართებაში იყო. იქ რა გელოდებათ და როგორ გელოდებათ ამაზე ცოტა მოგვიანებით თუ მოვასწრებ გეტყვით, მაგრამ ერთგვარი თქვენი ბედი იყო, ასე გეწერათ და ეს კარმა უნდა გინდათ თქვენ თუ არ გინდათ, ეს არის მაღალი არკანი და მაღალი არკანები ტყუილა არ მოდის, თუ პატარა არკანების შეცვლა შეგვიძლია ინფორმაციის მიღებით ტაროსგან და რაღაცის გაკეთება თუ არ გვაწყობს, ისი აღარ გავაკეთებთ. მაღალი არკანები ეს არის საბედისწერო მომენტები, რომელსაც ჩვენ ვერ შევცვლით და ეს არის ყველა ვარიანტში დღეს თუ არა ხვალ ასე მოხდებოდა, ეს იყო თქვენი კარმა ამის თქმა მინდა. თუ ატყობთ რომ თქვენზე ეს გაშლა, ბევრს აღარ გავაგრძელებ იდენტიფიკაციას და გავიგოთ ნაკადით რა მოდის თქვენ ცხოვრებაში, რა უნდა იცოდეთ ახლა, ვინც აი ამ რეჟიმში ხართ, რომელიც მე უკვე გითხარით. როგორ ველაპარაკება კარტი ნახეთ. გადაადგილება. ერთგვარი ზღვის გადაცურვა, ოკეანის გადაცურვა, სხვა ტერიტორიაზე წასვლა, ერთგვიან ხმლით გავიგოთ. აი ამ გადაადგილებაში
რა ხდება. გადაადგილებისას წარმოჩენილია შეიძლება გაშლა ორივე სქესთვის არ თქვენ თავზე მოედგეთ მამაკაცებმა, როგორც ყოველთვის და არ გამიბრაზდებით ამაზე, ერთგვარი მეგობარი ადამიანი გიჩნდებათ თითქოს არ ვიცი, ზოგისთვის შეიძლება ეს მეგობარი იყო, ვინც მიგიწვიათ და ვისთან ერთადაც რაღაცა ახალ პროექტს ქმნით, ახალი ერთგვარი საშუალება მოგცათ, ახალი საზღვრები რო გაგეხსნათ თქვენ თვალსაწიერში და თქვენ სამუშაო რეჟიმში, შეიძლება ძველი ნაცნობობით და ძველი მეგობრობაც გაკავშირებთ ამ ადამიანთან, რომელიც უკვე იქ იყო წლებია წასული, ასევე შეიძლება უბრალოდ მოხვდით იმ სიტუაციაში, სადაც ადამიანს მდედრობის სქესსაც დაუმეგობრდით, ასე ვიტყოდი, რომელიც ემოციებით არის თქვენთან მიმართება, შეიძლება წარმოადგენდეს წყლის და ცეცხლის სტიქის ქალბატონები არიან, რომელი ხართ თქვენ აქედან აარჩიეთ, მაგრამ მომდის ინფორმაციულად, რომ ძალიან ემოციებით არის და სიკეთით და სიყვარულით გამსჭვალული ეს ქალბატონი თქვენთან მიმართებაში. იცნობდით მას თუ არ იცნობდით და ახლა რაღაცნაირად აი ამ გადაადგილებიდან მოგიწევთ ამ ადამიანის გაცნობა და დამეგობრება, ასე ვიტყოდი მასთან, მაგრამ ყველა ვარიანტში მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი არის გულწრფელი, ეს გულწრფელი ემოციები და თასი აქვს თქვენთან მიმართებაში, რომელმაც იცის და თავის თავზე უკვე ნაწნავი აქვს, ასე ვიტყოდი, გადაადგილების სირთულე და მარტოობის სირთულე, განსაკუთრებით ემიგრაციაში, როცა მიდიხარ რაღაცა მინიმუმ 5 წლით მაინც რა რთულია მარტოობაში ყოფნა, მეც ვიცი ეს, მე დამიჯერეთ მეგობრებო, მეც ვიყავი 10 წელი ემიგრაციაში და მოკლედ ძალიან ერთგულად და მეგობრულად გიდგათ ეს ადამიანი, ელოდებოდა კიდევაც თქვენ ჩასვლას, დიდი ალბათობით 70-80% ეს თქვენთვის უკვე მეგობარი არის, ბავშვობის შეიძლება სტუდენტობის, თანამშრომლობის ადამიანი, რომელიც გელოდათ სამი ან შესლიც, ელოდათ თქვენ სულ გემს სპორტში, თქვენ ჩასვლას, თქვენთან, ასე ვთქვათ, ხელის გაწყობის რეჟიმში არის და გულწრფელია ეს ყველაფერი მისი მხრიდან. რატომ იყო ეს ინფორმაცია თქვენთვის საჭირო? თუ გულწრფელი და მეგობარია და დარწმუნებული ხართ მასში თქვენს, რატომ გვაწვდიან ამ ინფორმაციას თქვენთვის მაღალი ძალები? იმიტომ რომ თითქოს რაღაცნაირად 5 ან პენტაკლით შეიძლება ფინანსური გაჭირვება გქონდათ და ამ შემთხვევაში ამ ადამიანმა ფინანსურად ვერ დაგეხმარათ და თქვენ ცოტა ეჭვებში ჩავარდით, შეიძლება რაღაც ნაწილისთვის იყოს ეს ინფორმაცია, რომ აი ხო შეეძლო ფული გამოეგზავნა და ჩავიდოდი, ან რაღაცა ესეთი მომენტები, რაც ფინანსურ მხარდაჭერას და თქვენ ფინანსურ ცოტა კრიზისს აჩვენებენ და ამ შემთხვევაში გვერდზე ვერ დაგიდგათ ეს ადამიანი, ეს იმას არ ნიშნავს და სამყარო გეუბნებათ იმას, რომ რახან ფინანსურად ამ მომენტისთვის, როცა თქვენ ჩასვლამდე, წასვლამდე გჭირდებოდათ ის გვერდზე ვერ დაგიდგათ, არ იფიქრო, რომ რაღაცნაირად მისთვის არამმნიშვნელოვანი ადამიანი ხარ, არასაყვარელი ადამიანი ხარ და რაღაცა შეიცვალა მის მსოფლმხედველობაში, პირიქით მაქსიმალურად დაგიდგებათ შემდგომში გვერდზე და აი ამ თასით გაგრძნობინებთ, რომ მისთვის ნამდვილად საყვარელი პიროვნება ხართ, უბრალოდ იყო მომენტი, როცა ხელფეხშეკრული იყო ეს ქალბატონი თქვენთან მიმართებაში და ვერ მოძრაობდა და მისი მენტალური მდგომარეობაც ცოტა კრიზისში იყო, ასე შემიძლია ვთქვა, ამ ფინანსებთან მიმართებაში არ შეეძლო, მოკლედ ზედმეტი ინფორმაციის მიღება საჭირო არ არის, უბრალოდ იცოდეთ, რომ თუ ფინანსებით ვერ დაგეხმარათ თქვენი მეგობარი, არ ნიშნავს იმას, რომ თქვენს მიმართ გულწრფელ ემოციას არ განიცდის და არ უყვარხართ და არ უნდა თქვენ გვერდზე დგომა, პირიქით მაქსიმალურად იგრძნობთ ამას უახლოეს პერიოდში. კიდევ რა მოდის ნაკადში? ექვსიანი მაღალი არკანი, 3-1000 დაძალა. ძალიან მაგარი კარტები და კალოდის ძირში მოდის 7-იანი მაღალი არკანი, რომელიც ისევ გადაადგილების, ესე იგი, საჭის კარტია და საჭი არის თქვენ ხელში და სწრაფი კარტია ეს, ძალიან სწრაფი კარტია, ძალიან სწრაფად წაიწევთ წინ პროგრესს მიიღებთ, თუ სამუშაო რეჟიმს განვიხილავთ თქვენ გადაადგილების და ემიგრაციის მომენტში, თუ მივლინება იყო უბრალოდ და რაღაცნაირად წაგზავნეს, აი ეს მივლინება დიდ პროგრესს გამოიწვევს თქვენ დაწინაურების ამბავში სამუშაო რეჟიმში ვიძახით, თქვენი ცხოვრების ერთგვარი ძალიან სწრაფი, აი
რამდენიმე 1000 ცხენის ძალით წინ გაიწევთ ცხოვრებაში და ესე იფრენთ, რომელიც საჭე იქნება თქვენ ხელში და წარმატებაც იქნება აქედან გამომდინარე, რაც უფრო სწრაფად მოუგვარდებით და იზამთ ამ ყველაფერს თქვენ ხელში. საბედისწერო ადამიანი მოდის მეექვსე მაღალი არკანით, რომელსაც გაიცნობთ სავარაუდოდ მეგობრების წრეში, პარტიზე, სადღაც კლუბში, არ ვიცი, სადღაც, რომელთან ერთადაც გექნებათ ძალიან ძლიერი მიზიდულობა და სექსუალური კავშირი ძალიან კარგი.